საშემოდგომო ხორბალში აზოტოვანი სასუქებით გამოყვება აქტიურად მიმდინარეობს და დროა დავიგეგმოთ პირველი ფოთლოვანი შესხურებისთვის. პირველი წამლობა საშემოდგომო ხორბლისთვის ტარდება მარტის შუა რიცხვებში, რა თქმა უნდა, ტემპერატურის მატებასთან ერთად და აერთიანებს სამ ღონისძიებას: მავნებელ დაავადებების კონტროლი, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა და ფოთლოვანი გამოყვება მიკროელემენტებითა და ბიოსტიმულატორებით. გაზაფხულის დასაწყისში ყველაზე ხშირად ხვდებით ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორიცაა ჟანგა, სეპტორიოზი, ფოთლის ლაქიანობები. ეს დაავადებები ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე აზიანებენ როგორც მცენარის ფოთლებს, ასევე მომავალში თავთავსაც. მნიშვნელოვანია დაავადების წინააღმდეგ პროფილაქტიკური წამლობა, რათა მათ არ მიუცეთ გავრცელების შანსი. პირველი დაავადება, რომელიც გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს, ეს არის ყვითელი ლაქიანობა, რომელსაც რუჯისფერ ლაქიანობათაც მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება სტრობილურინების და ტრიაზოლების ჯგუფის ფუნგიციდები. პირველი მავნებელი კი, რომელიც როგორც გაზაფხულზე, ასევე გაზაფხულამდე ზამთარში აქტიურად მუშაობს და აზიანებს ხორბლის ფოთლებს, ეს არის პურის ბზუალა. მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი გამოიყენება ისეთი ინსექტიციდები, როგორიცაა ლამდაციხელოტრინი, ციპერმეტრინი, დელტამეტრინი, აცეტამიპრიდი და ასე შემდეგ. სარეველები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქართველი ფერმერებისთვის, რადგან ისინი ხორბლის მცენარეს არავენ საკვებ ნივთიერებებსა და წყალს. ყველაზე გავრცელებული სარეველებია შვრიუკა, ვოლოკა, მინდვრის ნარი და სხვა ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველები. სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის გავრცელებული პრაქტიკაა სელექციური ჰერბიციდების გამოყენება, რომელიც კულტურას არ აზიანებს, ხოლო სარეველას ახმობს. ტრადიციულად ფერმერები გაზაფხულზე აზოტოვან სასუქებს იყენებენ, მაგრამ თანამედროვე მეთოდებში მოიაზრება ასევე ფოთლოვანი გამოყვება ბიოსტიმულატორებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც დამატებითად ხელს უწყობენ მცენარეს და ასაზრდოებენ მას სასიცოცხლოდ საკვები ნივთიერებებით, რომელიც მას ეხმარება მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში. რატომ არის ბიოსტიმულატორებითა და მიკროელემენტებით ფოთლოვანი გამოყვება მნიშვნელოვანი? ჩვეულებრივ მცენარეს ზრდის პირობებში მუდმივად უწევს სხვადასხვა სტრესული პირობებისადმი ბრძოლა, როგორიცაა მეტეოროლოგიური პირობები, სტანდარტული სასუქების არაეფექტურობა, მავნებელ დაავადებების მიერ მიყენებული სტრესი, ხოლო მიკროელემენტები, ისეთი როგორიცაა ბორი, თუთია, მოლიბდენი, მანგანუმი, მცენარეს სასიცოცხლოდ ჭირდება. მის გარეშე არ მიმდინარეობს მცენარეში სხვადასხვა პროცესები და ამიტომ ფოთლოვანი გამოყვება გაზაფხულიდანვე მიკროელემენტების დახმარებით ძალიან კარგი შედეგს იძლევა და სწორედ ასე იქცევიან განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მხოლოდ შესაძლებელია ინტეგრირებული მეთოდებით. აგროფორში ფერმერებს თავაზობთ ხორბლისა და ქერის, ასევე სხვა მარცვლოვანი კულტურებისაც საჭირო პროდუქტების სრულ ასორტიმენტს. თუ მოგყავთ ქერი, ხორბალი ან სხვა მარცვლოვანი კულტურები, დაგვიკავშირდეთ ჩვენი აგრონომები, გაგიზიარებენ მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების გზებს.